და ამ ხელისუფლებასთან რუსეთთან პოლიტიკური დიალოგი კი ბატონო, ვისაუბროთ, რაზე უნდა ვისაუბროთ? დიდი სიამოვნებით ჩავალ მოსკოვში, უბრალოდ დიდი სიამოვნებით არ ჩავალ, მაგრამ თუ საჭირო იქნება ჩავალ და დაველაპარაკო რაზე? როდის წახვალ სახში? რაზე ველაპარაკო ახლა იმას? პუტინს რაზე უნდა ელაპარაკო საქართველოს ხელისუფლება? როდის დავიმხობთ თავს თუ ქვეყანას როდის ჩავაბარებთ? როდის დატოვებენ პერებს თუ შეიძლება ამ თემაზე საუბარი დიალოგის საშუალებით? მაგ თემაზე, უკაცრავად ამ თემაზე არსებობს ჟენევის მოლაპარაკებები და რომელიც ჩიხშია შესული ისევ შესული რუსების გამო და არა ჩვენს გამო სხვათა შორის და რუსები ცდილობენ მოკლა ჟენევის მოლაპარაკებები ჩიხში კი არა მოკლა ხუთი რაუნდი შედგა ბატონ თემურ და ბოლო რაუნდზე მეხუთე რაუნდი კი არა მე-11 იყო უკაცრავად მაგრამ უკაცრავად ხო მეტი უფრო დიახ მეტი იყო მაგრამ აქ ლაპარაკი არის იმაზე რომ რუსეთი ცდილობს ეს პროცესი მოკლას მიაჩუმოს შეგვაჩვიოს ოკუპაციას ამაზეა ლაპარაკი რუსეთის დღეს პოლიტიკა რაზეა თქვას რომ ჩვენ ქართველებთან ლაპარაკობთ რა გინდა თქვენ ამერიკელებო ევროპელებო ფრანგებო და სხვაებო ჩვენ მოვრიგდებით რაღაცნაირად მოვრიგდებით ნუ ახლა შეეშალათ ამ ქართველებს რაღაცა ნუ მოხდა ახლა ავაღიარეთ და ესეა ამიტომ ჩვენ სანამ არ შევეჯგუებით და არ შევეჩვევით ამას არ გადავყლაპავთ ამ ტერიტორიების დაბრუნების შანსი კი ბატონო თქვენ რუსეთთან დიალოგს გამორიცხავთ ელით რუსეთის დეგრადაციას ეს არის საქართველოს ხელისუფლების მოლოდინი უახლოეს პერსპექტივაში მე ველოდები გულახდილად კარგი იქნება თუ რუსეთის დემოკრატიზაცია მოხდება და ამით შეგვეშვებიან და დაგვანებებენ ჩვენ ტერიტორიებს. მაგრამ არა მე არ გამორიცხავ ვიზახი რომ ეს არის ძალიან დიდხნიანი პერსპექტივა. მანამდე სხვა რამები მოხდება მეთქი. ამიტომ მე მიმაჩნია რომ რუსეთის ხელისუფლებასთან დიალოგი საჭირო არის თუ ისინი არიან მზად ისინი იძახიან რომ არ ველაპარაკებით და ჩვენ ვიზახით რომ არ ველაპარაკებით ისინი იძახიან არ ველაპარაკებით ხო? თუ მათ საუბარი უნდათ ამ ხელისუფლებასთან ძალიან კარგად იციან სად უნდა დარეკონ. ვისთან უნდა დარეკონ და არანაირი პრობლემა არ აქვს პიროვნული ურთიერთობისა და ასე შემდეგ. ან თქვენ ყავთ იქ საკონტაქტო პირები ვისთანაც შეგიძლიათ არის საკუთარ მინისტრი ყავს რომელიც ძალიან კარგად იცნობენ რუსები. ისინი საბჭოთა კავშირის დროს მასთან ერთად მუშაობდნენ. ამიტომ არანაირი პიროვნული პრობლემა არ არის გაბუტული რუსეთი. კი ბატონო. ჩვენ არ ვართ გაბუტული და არასდროს არ გითხოვს რომ ვებუტებით რუსეთს. ჩვენ ვიცახით რომ სადაც საჭიროა დიალოგი ჩვენ მზად ვართ ვილაპარაკოთ თუ ლაპარაკეთ ურთიერთობების საგანაზე. მე არ მგონია ეს უნდა გავაკეთოთ იმიტომ იმ ქვეყანას მგონია რომ სამი საელჩო აქვს ჩვენ მიწა-წყალზე. ამიტომ ჩვენ უარს არ ვიძახით დიალოგზე. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის რა თემებზე უნდა ვილაპარაკოთ. პუტინი იძახის მე სააკაშვილს არ დავილაპარაკო გავებუტე. რა უყურთ ახლა? კარგი, დიდი მადლობა. როგორც ჩანს, მაინც ბოლო ვიზიტისას საფრანგეთში, პრეზიდენტის ვიზიტისას არსებითი ცვლილებები თქვენ სფეროში არ ყოფილა და არ არის მოსალოდნელი. არსებით თქვენ რას ეძახით? თორემ მე გითხარით რომ ხელშესახებს ადამიანებისთვის, დევნილებისთვის, ადგილზე მცხოვრები ადამიანებისთვის ხელშესახები ადგილობრივი მცხოვრები ადამიანებისთვის მით უმეტეს არის სახელმწიფო სტრატეგია და მის სამოქმედო გეგმა. ამ თვის ბოლოს ეს სამოქმედო გეგმა გამოქვეყნდება და საფრანგეთი გითხარით 25 ივნისს არ ვიცი ხელ შესახები თუ არა 25 აგერ არის ძალიან მალე გაემართება საფრანგეთში შეხვედრა ამასთან საკუთარ. დიდი მადლობა. ეს გახლავთ ბატონ თემურ იაკობაშვილი რეინტეგრაციის მინისტრი. არ მეკითხები გეშველება რამე? ეს ტრაფორეტული კითხვაა და არა მე მაგათაც თქვენ ტოკ-შოუს დავაქმნებდით. ყველაზე აქტიური კითხვაა საქართველოში. რა დააკვირდით? გეშველება რამე? კარგი, შეგიძლიათ თქვენ ასე დაარქვათ. არა, მე ეხლა თქვენ მომავალზე ვიზახ. პრეზიდენტს უთქვავს, ახლა პროდიუსერი მახსენებს, რომ ეს კითხვა აღარ უნდა დავსვათ, იმიტომ რომ წარმატება შეუქცევადია. რატომ სწავს მინისტრი დღეს არ უსმენ პრეზიდენტს? მე უსმენ პრეზიდენტს, მაგრამ მე არ ვიზახი, რომ მე ამ კითხვას არ მისვათ მეთქი გეკითხებით. გასაგებია. ჩვენ ვუჯერებთ პრეზიდენტს. კარგია, ვუჯერებთ. კარგად ზანდებოდეთ, ეს ბატონი თემურ იაკობაშვილი გახდა. ჩვენ ველოდებით სტუდიაში რეკლამის შემდეგ ყოფილ რეინტეგრაციის მინისტრს, უბრალოდ ყოფილ სახელმწიფო მინისტრს იგივე სფეროში ერთ ბატონი თემური მოღვაწეობს ახლა ბატონ გოგა ხაინდრავას დროებით. პოლიტმეტრი ეთერში ბრუნდება ბატონი გოგა ხაინდრავა, ოპოზიციის წარმომადგენელი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სფერო ებარა მასაც სწორედ ის სფერო ძალიან ხშირად ხდება ხოლმე სახელების გადარქმევა, ამიტომ მივახადროთ მაყურებელი, როდის ვინ წარმოადგენდა ზუსტად იმ სფეროს წარმოადგენდით, რასაც ბატონი თემურ იაკობაშვილი ეს მაქვს ხედულობაში. ბატონ გოგა, თქვენ უსმენდით თქვენს ასე ვთქვათ შემცვლელს ამ სფეროში, როგორ ფიქრობთ არის რეალური ვერსია იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი დაადგება დეგრადაციის გზას და ამ პროცესში საქართველოს რამეს პოზიტიურს გამორჩება. ნუ პირველ რიგში დავიწყოთ, რომ ჯერ ერთი მოგესალმებით და მინდა კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენ სტუდიაში პირველად ვარ.
წარმატებას გისურვებთ. არანაირი სფეროები ჩვენ არ გაუკავშირებს ერთმანეთთან. აბსოლუტურად სხვადასხვა სფეროში მოქმედებდით, მოღვაწეობას ამას ვერ დავარქმევ. სამწუხაროდ ამ ხელისუფლების სფერო და იაკობაშვილის როგორც გამორჩეული წევრის ამ ხელისუფლების არის სიცრუე და კიდევ ერთხელ სიცრუე. სიცრუით იწყებენ, სიცრუით აგრძელებენ და სიცრუით ამთავრებენ. პირველი სიცრუე ეს არის ის რომ რუსეთის შეიარაღება არის ჯართი. ეს ყველას კარგად მოეხსენება, რომ ეს არის სრული სიცრუე თავიდან ბოლომდე, იმიტომ რომ მინდა გითხრათ, რომ რასაც ჯართს უწოდებს იაკობაშვილი, ის ჯართი არის საქართველოს შეიარაღებაში ზუსტად. ზუსტად იგივე ჯართია. ის 72 არ არის ეს გასაკვირი, თუ კი საქართველოს ექნება ნაკლები შეიარაღება. ამ მნიშვნელობა ჯართი იგივე, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ რუსეთი ჩვენ კარგ შეიარაღებას გვაძლევდა და თვითონ ჯართს იტოვებდა, ეს არის სიცრუე ერთი. მეორე სიცრუე არის, რომ 80% იმ შეიარაღების გაფუჭდა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა. ეს არის სიცრუე. მესამე და მთავარი სიცრუე არის ის, რომ იაკობაშვილი წარმოადგენს უწყებას, რომელიც აპირებს რაიმე სახით მოგვარებას ურთიერთობების რუსეთთან და აფხაზეთთან, იმიტომ რომ რეინტეგრაცია შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ამის ობიექტი არსებობს. ან სუბიექტი უნდა არსებობდეს, რომელსაც ამის სურვილი აქვს, რომ რეინტეგრაცია თავისთავად გულისხმობს უკან ინტეგრაციას. ამის სუბიექტი არ არსებობს, არც ობიექტი. ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ არც ცხინვალის რეგიონი და არც აფხაზეთი ამას არ აპირებს, მეცაც გეტყვით, დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და რუსეთმა მხარი დაუჭირა და კიდე რამოდენიმე ქვეყანა. რაც შეეგება რუსეთის დეგრადაციას, ეს არის ზუსტად ის, რაც უნდა თქვას სააკაშვილის მინისტრმა, რომ ჩვენ უნდა ველოდოთ რუსეთის დეგრადაციას. სხვა არანაირი მიზანი ამ ხელისუფლებას არ გააჩნია, არც გეგმა გააჩნია, არც აზრი გააჩნია და რაც თავარია, სინდისი არ გააჩნია. იმიტომ რომ როდესაც სახელმწიფო მინისტრი განაცხადებს, რომ ჩვენ უნდა ველოდოთ რუსეთის იმას, რა ქვია, დეგრადაციას, ეს ნიშნავს, რომ არანაირი გეგმა, არანაირი ხედვა, არანაირი პროექტი და არანაირი საქმე ამ ადამიანს არ გააჩნია, როგორც არ გააჩნდა პირველი წუთიდან, რაც იქ მოხდა და რაც თავარია. მან განაცხადა, რომ თქვენზე მეტი უნდა რომ დახუროს ეს სამინისტრო და წავიდეს. თავმოყვარეობა რა ქონოდა ამ ადამიანს რა და ისევე როგორც თელ დანარჩენ ხელისუფლებას და თაღლითები რო არ ყოფილიყვნენ, ელემენტარული თაღლითები, დიდი ხანია წავიდოდა ამ ხელისუფლებიდან, ამ პოსტიდან, იმიტომ რომ იმ კატასტროფის მერე, რომელიც მათ დამართეს ამ ქვეყანას. იმ კატასტროფის მერე, რომელიც მათ დამართეს ცხინვალის რეგიონს. იმ კატასტროფის მერე, რომელიც მათ დამართეს კოდორის ხეობას და საქართველოს მოსახლეობას ნებისმიერი ელემენტარული თავმოყვარეობის მქონე ადამიანი დაიხურავდა ქუდს და წავიდოდა სახლში ნამდვილად. მაგრამ ეს ადამიანები იმისთვის არ არიან მოსული ამ ხელისუფლებაში, რომ რაიმე ტიპის მსახურება გაუწიონ საქართველოს მოქალაქეებს. ეს ადამიანები საკუთარი კეთილდღეობის, საკუთარი მიზნების და რაც თავარია რუსეთის მიზნების განსახორციელებლად არიან მოსულები და პირველ რიგში ბატონი იაკობაშვილი, რომელსაც ჩემ ახალგაზრდობაში და ჩემ სტუდენტობაში უნივერსიტეტში ებარა არაბის სტუდენტების მეთვალყურეობა უშიშროების სამსახურის კომიტეტის მხრიდან. ეს ბრალდება ასე. ეს არ არის ბრალდება, ეს არის ფაქტი. დასაბუთება ჭირდება. დასაბუთება თვითონ დაგისაბუთებთ, თვითონ დაგიდასტურებთ ამას, ისევე როგორც დაადასტურებს, რომ საბჭოთა კავშირის დროს საბჭოთა კავშირის პირობებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა ზუსტად ამ მიმართულებით. საბჭოთა კავშირის ეს მოსაზრება არ არის, ეს არის ფაქტის კონსტატაცია. თუ ბატონი იაკობაშვილი ჩათვლის, რომ მე რაიმე არასწორი ვთქვი, მე მზათავა რომ მოვისმინო. თქვენ მას ადანაშაულებთ მაშინდელ სუქთან ურთიერთობაში? კი რომ ადანაშაულებ, კაცო, მე ფაქტს არ ვნიშნავ. კი რომ ადანაშაულებ, არ არის დანაშაული, იცის თვითონ შენივრად რომ ეს ესე. კარგით, კრიტიკა ადვილია, თქვენ იმყოფებოდით პოსტზე, თქვათ რომ ყოფილიყავით ახლა ამ ხელისუფლებაში, რა გზას ხედავთ საერთოდ გამოსავლად სწორედ ამ სფეროში, რასაც რეინტეგრაცია. ზუსტად იმ გზით მივდიოდი, არანაირი რეინტეგრაცია არ არსებობს და შეუძლებელია რომ მოხდეს. მაგით დავიწყე რომ ეს არის სიცრუე. შესაძლებელია კონფლიქტის მოგვარება, ამ კონფლიქტის მოგვარების გზების ძიება. ზუსტად ამით ვიყავით დაკავებული წლების მანძილზე, როდესაც ამას ვანხორციელებდი და ერთ-ერთი გზა გადიოდა ასე ვთქვათ, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერაზე, ეს არის ბრიუსელის კონფერენცია, რომელშიც 40-მა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა და 40 ქვეყანა პრაქტიკულად ამ კონფლიქტის მოგვარების თანამონაწილე გახდა. და მთავარი დანაშაული, რომელიც ჩადენილი აქვს სააკაშვილს და იაკობაშვილს, ეს იყო ყველა იმ არსებული ფორმატების დანგრევა,